ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, მე 2 თვე ვერ მოვიცდი. განუცხადა თავის მომხრეებს პოლიტიკოსმა, რომელმაც ამ ბოლო დროს რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია. ამასთან ერთად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი გაერთიანება გამოჩნდა. სახალხო დემოკრატებმა პარტიის პრეზენტაციით ასევე წინასაარჩევნო კამპანია გახსნეს. დარბაზის დიდი ნაწილი, ვინც დღეს ირაკლი ალასანიას ოვაციით შეხვდა, დაახლოებით 1 კვირის წინ ტაშ ზურაბ ნოღაიდელს უკრავდა. შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ირაკლი ალასანია ქართული აკადემიის წარმომადგენლებმა ვერის ბაღში მიიწვიეს. ალიანსის ლიდერს გამომსვლელები თხოვნებით, კითხვებით და რჩევებით მიმართავდნენ. ვერ გაიგო ნიადრევიდან რამბოთი რა. ეს მე ვერ გავიგე. ის კი არა, ისიც ვერ გაიგო, ერთი 5 ჯერ უთხრეს, რომ ნუდადის შენიშვნის სახში იჯდეს რაღაცა, ის ვერ გაიგო, ამას გაიგებდა. ბოლო 2 კვირაში რამდენჯერმე შეცვლილი პოზიციის შემდეგ საზოგადოების წევრებს ალიანსის ლიდერმა ბოლო გადაწყვეტილება გააცნო. დროის დაკარგვა ჩვენ აღარ შეგვიძლია. კიდე ერთი თვე ჩვენ ვერ დაველოდებით იმას, რომ ვარკვიოთ ის პროცესი, რომელიც ერთიან კანდიდატთან შეთანხმებისკენ მიგვიყვანს. არსებობს ეს განსხვავებები და გულახდილად და გულწრფელად ვაღიარებთ. ლიდერის პოლიტიკურ განცხადებებს თვალს დარბაზიდან ადევნებდნენ ალასანიას თანამებრძოლები. ბატონმა ლევანმა, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ღიად თქვა, რომ ის არის რიგითი ჯარისკაცი, თუ ის დაგჭირდება ერთიან კანდიდატად, იქნება ერთიანი კანდიდატი ჩვენი. რაიმე ტიპის მოლაპარაკები, კონსულტაციები, დაუშვათ რა, ამდაგვარი მოქმედებები მიგვაჩნია უკვე დროის კარგვად, თუმცა არავის არ ვუკარგავთ იმის შანსს, რომ 30 მაისს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების თანამოზეარენი და თანამოწილეები გახდნენ. ალასანიას წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ მისულან კონსერვატორების და ხალხის პარტიის წარმომადგენლები. მიზეზები მათ მოგვიანებით განმარტეს. დღეს ჩვენი ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასთან გლდანში ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ჩვენ დღეს მივხვდით, რომ ირაკლი ალასანიას იმედი ამ ბრძოლაში არ უნდა გქონდეს. აინც წარმატებას უსურვებთ მასაც და მის მხარდამჭერებს. წინასაარჩევნო კამპანია დღეს მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დაიწყო. სახალხო დემოკრატების პრეზენტაციაზე ცნობილი ჟურნალისტები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მსახიობები გამოჩნდნენ. მათი ნაწილი პარტიის წევრია, ნაწილი კი მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის მხარდამჭერი. ნიკა ივანიშვილი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი. იდეების და აზრების თანხვედრა და ერთიანობა მოხდა ამ ჩვენი შეკრებების საფუძველზე. ეს არ იყო ერთი დღე და 2 დღის მანძილზე. მეც მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ ხალხთან ერთად და ბატონ ნიკას გვერდზე უნდა მდგარიყავ. პარტიის ათეულის პრეზენტაციის შემდეგ ახალმა გუნდმა ნიკა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. თავარ კონკურენტად მივიჩნევ ბატონ გიგი უგულავას. იმიტომ რომ ეს ადამიანი არასწორად იყენებს თელ თავის რესურსებს რა. დიდი ხნის წინ არის დაწყებული მისი საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი ხნის წინ. ამიტომ არათანაბარი ბრძოლა იქნება. ოპოზიციამ თბილისის მერის პოსტზე ოფიციალურად უკვე 8 კანდიდატი დაასახელა.